გადაცემა ჩვენი თაობა საახალწლო პერიოდს ემთხვევა. ამიტომ გადავწყვეტე დღევანდელი გადაცემა მთლიანად ჩობა ახალ წელს მიუძღვნათ. ახალი წლის დღესასწაულის სიხარულის განცდას ასა კი არ აქვს. მას ბავშვებიც და ხანში შესულებით გამორჩეულად მიიჩნევენ, რადგან მას წარსულის მოგონებებთან ერთად იმედის ხივიც მოაქვს. ახალ წელს ჩვენ ნაცისხლით ვეგებებით, მაგრამ შეიძლება ბევრი არც იცოდეს, რას ნიშნავს ეს და რატომ გაზმავთ ახალ წელს ნაცს. როდესაც ყოვლადწმინდა მარიამი თავისი ღვთაებრივი ყნეთურთ ეგვიპტეში გარბოდნენ, გზაში ერთი ნაცისხლისთვის შეუფარებიათ თავი. უკვე სულ ახლოს ისმოდა ცხენების ფლოქების ხმა, უმწეოდ შეჰყურებდნენ მარიამი და იოსები ერთმანეთს და როცა მდევრები სულ ახლოს გამოჩნდნენ, მოხდა საოცრება. ნაძმა ქვემოთ დახარატოდები და ისე ჩაიკრა გულში მას მინდობილი მგზავრები, რომ შეუმჩნეველი გახადა მდევართათვის. ამიტომაც ვამკობთ ყოველ ქრისტესობას ნაძვის. ახალი წლის მობრძანებას ჩვენს პლანეტაზე ყველგან მხიარულად და მომავლის იმედით ხდებიან. ამავე დროს ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები, რომლებიც ზოგჯერ უცნაური ორიგინალობითაც გამოირჩევა. საინტერესოა, როგორ ხდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იტალიაში ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველავებს ყრიან. ამიტომ ტურისტები ამ პერიოდში მაღალსართულიან სახლებთან გავლას უნდა ერიდონ. თუმცა თანამედროვე იტალიელები ფანჯრებიდან მხოლოდ გაბზარული ჭურჭლის გადმოყრით კმაყოფილდებიან. ესპანეთში 12 საათის დადგომისთანავე უნდა მოასწრონ ყურძნის 12 მარცვლის გადაყლაპვა და სურვილის ჩაფიქრება, რომელიც აუცილებლად აუსრულდებათ. ბავშვები აივანზე ფეხს აცმეს, ჭიქა არახს, თეფში დნუში სალვას დადგამენ. ეს რიტუალი უზრუნველყოფს მომავალი წლის ბარაქიანობას. ამის შემდეგ იწყება გრანდიოზული საერთო ზეიმი, ფლამანგოს ცეკვებითა და ანდალუზიური სიმღერებით. ინგლისელები ერთმანეთს ხურდა ფულსა და ნახშირის ნატეხებს ჩუქნიან, როგორც ბედნიერების მომტანს. საფრანგეთში ახალი წლის ღამეს მოსახლეობა სახლებიდან გამოდის, რათა ქუჩებში ისეირნონ და ფეირვერკების ყურებით დადგნენ. ახალგაზრდები დროს უმეტესწილად კლუბებსა და დისკოთეკებზე ატარებს. საახალწლო კარნავალებზე ფრანგებს ძალიან უყვართ საღამოს მეფისა და დედოფლის არჩევა. ნამცხვარში დებენ პატარა გვირგვინს. მამაკაცს, რომელსაც ეს გვირგვინი შეხვდება, კარნავალის მეფე ხდება. შემდეგ მას უფლება აქვს დედოფალი თვითონ აირჩიოს. ბულგარეთში არსებობს რომანტიკული ტრადიცია, როდესაც ოჯახის წევრები მაგიდასთან შეიკრიბებიან, 12 საათის მოახლოებისთანავე სახლში რამოდენიმე წუთით შუქს აქრობენ. ამ დროს საახალწლო კოცნის წუთებს უწოდებენ, რომელიც ხშირად სიცილის თანხლებით მიმდინარეობს. ავსტრალიელები ახალ წელს ეგზოტიკურად აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს აქ არასოდეს მოვა თოვლი, არ იარსებებს ნაძვის ხეები და მარხილში შექმნილი ირმები, ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად არ არის მოწყენილი. ახალი წლის ღამეს ავსტრალიის სანაპიროზე ხშირად შეხვდებით ჩადგმულ თოვლის პაპას. ახალი წლის ღამეს ავსტრალიელები ღიეთის ქვეშ გამოდიან და თვალყურს ადარნებენ ფეიერვერკს, მხიარულობენ, მიირთმევენ სასმელს. 12 საათის დადგომისთანავე კი წვებიან და დილის 5-6 საათზე იღუცებენ. ჩრდილოეთ ინდოეთის ცხოვრები ახალ წელს ვარდისფერ, წითელ, იისფერ და თეთრ ფერებში ემოსებიან. ოჯახის დიასახლისები ყვავილებს, ტკბილეულობას და საჩუქრებს სპეციალურ ლანგარზე დაალაგებენ. ახალი წლის დილას ბავშვებმა თვალი არ უნდა გაახილონ, უფროსებმა თვალდახუჭული უნდა მიიყვანონ ლანგართან და საჩუქარი ამოერჩიონ. ებრაელები ახალ წელს რონაშანას უწოდებენ. ისინი ამ დროს სპეციალურ ლოცვას ლიხკოც კითხულობენ, სადაც თითოეული მლოცველი თავისოდებს ხმამაღლა აცხადებს და ღმერთს პატიებას თხოვს. მაგიდაზე ალაგებენ ვაშსა და თავს. დასხდებიან, ვაშლის ნაჭრებს თავს შეამოვლებენ და ისე შეექცევიან.
აშკენაზისეველები, ევროპული წარმოშობის ებრაელები ახალ წელს თევზის ფაშს მიირთმევენ. ამ კერძს ახალი წლის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში სჭამენ. ვიეტნამელები ახალ წელს ტეტს უწოდებენ. მას 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე აღნიშნავენ. ზუსტი თარიღი არ არსებობს, რადგან სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ვიეტნამელების ტრადიციით მათ სახლში არსებობს ღმერთი, რომელიც ახალ წელს სახლიდან გამოგზანდება და ზეცაში ადის, რათა იქ ღმერთებს მოუყვეს ოჯახის თითოეული წევრის შესახებ, როგორ გაატარეს მათ ახალი წელი. ვიეტნამელებს მეკლეს ისეთი ტრადიცია აქვთ, როგორიც ქართველებს. მიჩნეულია, რომ ვინც პირველი შევა ახალი წლის ღამეს სახლში, ბედნიერებას ან უბედურობას შეიტანს. საბერძნეთში ახალი წელი წმინდა ვასილის დღეც არის. წმინდა ვასილი სიკეთით იყო ცნობილი. დღეს ევროპაში გავრცელებული რიტუალი საჩუქრების მოლოდინში ბუხართან წინდების დატოვება სწორედ ბერძნებისაგან გავრცელდა. წინათ ბავშვები ბუხართან ფეხსაცმელებს აწყობდნენ, რათა წმინდა ვასილს ისინი საჩუქრებით აეოს. იაპონიაში ახალ წელს 1 იანვარს აღნიშნავენ. ისინი ამ დღეს ქუჩებში გამოდიან და ახალი წლის პირველ მზის ზარძეიმით ხვდებიან. მზისამოსვლის შემდეგ კი ერთმანეთს ულოცავენ ახალი წლის დადგომას და საჩუქრებსაც ჩუქნიან. 1 იანვარს იაპონიაში ქუჩები გადაჭედილია ხალხით. ისინი ზეიმობენ, იცინიან, მღერიან და მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ ბრუნდებიან სახლებში. მაგიდებთან სხდებიან და ახლობლებთან აღნიშნავენ ახალი წლის მოგზაურობას. ჩინელები ახალი წლის შემოგზაურებას 17 იანვრიდან 18 თებერვლამდე აღნიშნავენ, როდესაც ახალი მთვარე ამოვა. ისინი იაპონელების მსგავსად ქუჩებში გამოდიან. ქუჩები განათებულია, რათა ახალი წლის შემოგზაურებას გზა გაუნათონ. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტის სულებით. ხშირად მას დასაფრთხობად ცეცხლს იყენებენ. ზოგჯერ კი კარებებსა და ფანჯრებს ქაღალდებით ფარავენ, რომ ბოროტმა სულებმა სახლში არ შეაღწიონ. შოტლანდიელებს ახალი წლის ღამეს გარეთ კასრები გამოაქვთ და მათში ცეცხლს ანთებენ. ამით ისინი ძველ წელს წავენ და ახალს ეგებებიან. მათთვისაც დამახასიათებელია მეკლეს რიტუალი. ძალზე სასიკეთოდაა მიჩნეული საჩუქრით ხელში ახალი წლის ღამეს შავთმიანი მამაკაცის სტუმრობა. ბირმაში ახალი წელი წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდს ემთხვევა. ამიტომ ისინი ამ დღესასწაულს წყლის ფესტივალსაც უწოდებენ. ბირმელები ერთმანეთს ახალ წელს წყალს ასხავენ და ახალი წლის დადგომას ასე ულოცავენ. პანამაში ახალი წლის ღამეს ხმაური თეგებებიან. მოხეტიალე მუსიკოსები საყვირებზე და გიტარაზე უკრავენ. ავტომობილების ხმა ისმის და ხალხი წვირის. ეს ძველი ტრადიციაა. ამით ისინი ბოროტ სულებს აფრთხობენ. ირლანდიაში ახალი წლის წინა საღამოს ყველა სახლის კარი ღიაა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ღია კარში შევა, სასურველი სტუმარი იქნება ოჯახისათვის. მას დიდი სიხარულით შეხვდებიან. მაგიდასთან საპატიო ადგილას დასვამენ და ღვინით გაუმასპინძლებიან. თან ეტყვიან, მშვიდობა მოგეტანოსო. გერმანელები ერთმანეთს ჩუქნიან მარციპანისაგან დამზადებულ ავგაროზებს, პაწია ბოჭებსა და საკვამურის მწმენდავებს. აგრეთვე ტყვიას ადნობენ და მიღებული ფორმებით მომავლის შესახებ კითხაობენ. საქართველოში ახალ წელს როგორც ყველგან სიხარულითა და მომავლის იმედით ვეგებებით. ეს დღესასწაული განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ.
ჩვენთან უამრავი მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ტრადიციები გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი ჩიჩილაკია, რომელიც უფრო მეტად დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. მას თხილის ხისაგან ამზადებენ და ზედ საახალწლო გვარს ხისა და ტკბილეულს ამაგრებენ. ძველად ჩიჩილაკს გამოსაჩენად გიზედებდნენ, ხოლო ნათლიღების შემდეგ მარანში ინახავდნენ. ახალი წლის ღამის საათი 12 რომ გადასცილდება, სახლში პირველი სტუმარი მეკლე შემოდის. ხალხის წმენდით მასზეა დამოკიდებული მომავალი წლის იღბლიანობა. ხშირად ხალხი თვითონ გეგმავს თუ ვინ იქნება მათი ოჯახის მეკლე. მეკლე ოჯახში შესვლის შემდეგ იატაკზე ღომის მარცვლებს მიმოაბნევდა და ოჯახს დაროცავდა. ვუერთდებით საახალწლო მილოცებს და გისურვებთ ბედნიერი ახალი წელი დამდგარიყოს ჩვენი სამშობლოსათვის. ხვავითა და ბარაკითა ერთოს ამ წელს თქვენი ოჯახი. სიყვარული და სიხარული ყოფილიყოს თქვენი მეგზური. კეთილი სურვილების ასრულებას გისურვებთ.